დაპირნია ხე. გაჩერეთ ჩვეულებრივად ჩამოვიდეთ და ვათვალიეროთ. გიო შენ აქ ხო არ დაიწყე მუშაობა? ხო? გამარჯობა. როგორია ბათუმის ცენტრი? გამარჯობა. ხომ ნახოთ და ვათვალიეროთ და ძალიან საინტერესოა. როგორია მძღოლი? ხო არის მაგარი? ასეთი მძღოლი საქართველოში არ არის. სვეტსკი მძღოლი. სადან ნუკრი? ახლა მოვა. შენ გასაღები არ აქვს რომ ნახოთ? ვაკარგი ცენტრია ბატონო გელა და რაოდენა.ანი უყური ახლა აქ რა არის? აქ მთელი საქართველოს პოლიციის მანქანა კეთდებოდა. გიო, უყურე მთელი საქართველოს პოლიციის მანქანა კეთდებოდა 20 წელი. მე არ ვარ გიხარა შენო მითხრეს და კვალიფიკაციის ასამაღლებლად გამიშვეს. აი ეს ყოფნიდან მთლიანობაში რომ ეს მანქანები ყველა მეკეთებია. ახლაც აქ დგას მაშინდელი პოლიციის მანქანები ხო ხედავ? კი. აი შიგნით დარბაზი, იქით დაჩვენებ კიდევ და ახლა დავიწყებთ რემონტს რა. წამო. ძალიან კარგი ცენტრია და ძალიან კარგადაა განთავსებული ყველა ეს კუთხე. კაფეა, ეს რაზვალი. აი წარმოიდგინე აქ ეს პოლიციის მანქანები კეთდებოდა ძალიან დიდი რაოდენობით რა. მთელი აქითა აჭარა, თქვა, გურია, ყველა აკეთდებოდა, ესე ჩვენი ტერიტორია. ეს მოტორისტის ოთახია, აი შეხედე რამოდენა ტერიტორია. აქ იყო მანქანების აი რომ ვერ ვაკეთებდი დრო რომ გჭირდებოდა, აქ ვაყენებით ამის იქითაც ჩვენია. ახლა ეს თლიანად დაიწყება რემონტი. ღამე დისკოტეკა იქნება, დღე მანქანის გაყიდვა. ჩვენ ქუთაისის ფილიალი გასტუმრებით ხოლმე. ქუთაისის ფილიალმა უნდა აჯობოს. ქუთაისის ფილიალი? ქუთაისის ფილიალი შენ მოხოდე მაგრა. მიზანიც ეგ იყო, რომ ქუთაისის ფილიალი ყოფილიყო ძალიან მაღლა. გუშინ ახლა ერთ დღეში ორი მანქანა გაყიდე ბათუმში. თან რომელი საათი იყო, რომ დავასრულეთ და გამოვიდნენ ბათუმისკენ ქუთაისიდან? კარგი და წარმატებული დღე გქონდა გუშინაც. შენ გასაღები არა გაქვს, ხო? ჯო. სეიფის გასაღებს გემდობი და ნუკრი ამის გასაღებს არ გემდობა? აი ეს ავტომაღაზია იყო. აი შეხედე რა შენობა. ნამდვილად კარგი შენობა და სრულყოფილია ყველანაირად, რაც ჭირდება. ზუსტად არის ამ საქმისთვის. ეს თბილისზე ნაკლები არ არის. აი აქ ახლა ჩავდებთ დიდ მილებს და აი ამასაც ესე წინ შემოვღობავთ და ესე მთლიანად ჩვენი ტერიტორია. ხო, აი მანქანის ადგომებისთვისაც რა კარგი ადგილია. აი წინ შეგვიძლია დავაყენოთ ერთი 100 მანქანა. 100 მანქანას ჩვეულებრივად აქ ჩვენ მოვათავსებთ. აი ეს მინდა შევცვალე და თეთრები მინდა ჩავსვარო გარედან მანქანა იყურებოდეს. მოკლედ სულ მალე ბათუმელებისთვის სიახლე გვექნება. ერთი ანა, მეორე ანა მოგწონს? იდეალური. ხო მაგარია. ძალიან კარგი არის და ეს კაცი აქ მუშაობს პირველი დღიდან და მე სეიფის გასაღებს ვენდობი და ვინც არის აქ დირექტორი ნუკრი არის გასაღებს არ ენდობა. ნუკრი აქ პირველი დღიდან არის დირექტორი. ახლა რემონტს ვიწყებ დღეს ხოლ და გააგრძელებს მუშაობას და იქნება პირველი მათემოტორსი იყო ბათუმში. აი ესეთი ცენტრი დღესაც არ არის აჭარაში. და ახლა განუახლებ და ანი რა შვები კაცო? მოვდივარ ბატონო გელა. ესეთ ლამაზ გოგოს კიდე გალამაზება უნდა ვერ ხვდები ბიჭო. ნაბეტანი გალამაზება არ შეიძლება ეს ბათუმია ბიზია. და მე მექნება რულზე დასაჯდომი.
სამოშიგნით ნახოთ. აბა შევიდეთ შიდა სივრცეში. უღორე როგორაა. აქ იყიდებოდა ძალიან ბოლომად მანქანები. აი აქ ჩვენი მომხმარებელი იყო ანი ძირითადად მეზღვაურები. აჭარაში ფული არის. და ხალხი იყოს ჩვენი ფეხი ამ სივრცეში, როგორი კარგი სივრცეა. ახლა ამას ჩვენ დაჩქარებული წესით გავაკეთებთ რემონტს. აი, ნუკრი ამის გამოსვლამი და პირველ სართულზე მთლიანად გავაკეთებთ თეთრ შუშას. როგორც თბილისშია. უყურეთ გოგოებო, ეს ბათუმშიც ისა, ქუთაისშიც ესეთ იქნება მალე დიდი. უყურე, ესეც ცოტა არ არის ეს ტერიტორია. ახლა ჩემი კაბინეტი ნახეთ. ნუკრის კაბინეტი, ჩემი კაბინეტი. ცოტა შემშურდა ბათუმის ფილიალის. კი, მაგრამ ქუთაისში უფრო მაგარი იქნება. გააღეზებით კარი. გააღერთი ნუკრი, რამე შენახული ხო არა, გაგბიჭო მაყუთიან რამე. ჰა? უყურე ისა, გოგოებო. როგორც თბილისშია, ისე იქნება კაბინეტები აქ. 1, 2, 3. ან 2 კაბინეტი ეყოფა აქ. ამის, აი შეხედე. აი წარმოიდგინე, რატომ დააკავეს გელა მარკელაია ერთი კითხვას გაეცი პასუხი. ჰა? რატომ და კონკურენტებმა ფული მოაგროვეს? ის დრო გამოიყენეს. გამოიყენეს. და მე რო არ ვიყავი გაბლატავდნენ. დაიგე ჩემი კონკურენტები. გაბლატავდნენ, მაგრამ თავარი რა იცი? ყველამ ყველაფერი იცის. რა თქმა უნდა. ამ ქვეყანაზე. კაცურ ცხოვრებას, კაცურ ფულის შოვნას არაფერი არ ჯობია. ეს მდივნის ოთახი იყო. ეს არის ჩემი კაბინეტი. ეს ჩემი პარტნიორების სურათი. ეს აქეთ სველი წერტილი. ეს მათეს სურათია ალბათ, ხო? კი. და აქ მუშაობა იყო სერიოზული, არა ნუგრი. გამზანდით, გოგოებო. აქ იყო მუშაობა, აი წარმოიდგინეთ, მაშინდელი ჟურნალი. აი საჩვენე, დუბაის საჩვენე. აი, ძირითადად ავტომობილები საიდანაც მოდიოდა. უყურე. აი, რატომ გამაჩერეს? ისმება კითხვა. რატომ გამაჩერეს ამდენი წელი? ერთი მანქანა დღეს არ კეთდება ჭარაში. თელ პოლიციას დღეს შეეკითხო მესაზღვრეს, მებაჟეს, გურიაში, თბილისში, საქართველოში მანქანები არ კეთდება. 70% ნუკრი მანქანები არ კეთდება, იმიტომ რომ ჩვენ ტრანსპორტნიკები ყველა ჩვენი ძმაკაცები არიან. 99% ჩვენ მუშაობთ, ჩვენ ვაკეთებთ. დღე და ღამე არ გვეძინა და რატო? მაშინ გეუნები, მაშინდელ დროს გეუნები. მაშინდელ დროს თქვათ, დღე და ღამე ვმუშაობდი და ყველგან ჩვენ ვიყავით და პირველები ვიყავით და ეგრე გაჩვენებთ ახლა რა წერს ხალხი მაშინ. მაშინ რომ საიდან როგორ რა ტვინი გაქვს ესეთია და აქ წერია სადღაც არ მახსოვს სად არის და ნომერ პირველ ბიზნესმენებთან. აი შეხედე, რა ბიჭი ვიყავი, იზია, აბა შენ რომ ამბობ ეგრე არ არის, შეხედე რა ამბავია. აი ესეა, ამოდენად წიგნში რომ დაგწერენ, მაგარი ბიჭიაო, მათე მოტორსი. ესეთია ცხოვრება, რა გინდა როქნა, როცა მოგერევიან, ბაბუაშენ მეიცოდა, როცა მოგერევიან, დათვსო ბაბაია უნდა დაუძახო. ვიცი, ბაბუაშენ მეიცოდა ესეა. მაგრამ ხო ხედავ, ვინც დამიჭირა, ყველა ციხეშია დღეს. მე ვინც დამიჭირა, სამჯერ მეტი მისცეს მოგრე. და მე მაინც კაცურად ვიჯექი, კაცურად გამოვედი და კაცურად ვარ აქ და ისინი ქათმივიძიან ციხეებში. ესეა ეს ცხოვრება. ჩვენ ახლა მივდივართ ნუკრი ბათუმში და გოგოები უნდა დაუპატიჟო ერთ მაგარ რესტორანში, სადაც არის თევზი. ისეთი რომ აქეთ ზღვაზე დაიჭერენ და აქეთ რომ
წვავენ. ოდა წამოდი. ოდა შევჭამოთ თევზი და მერე ჩვენი გეგმები გვაქვს. მითხარით გოგოებო მოგწონთ აქაურობა? აი უყურე გოგოებო როგორ არის ცხოვრება. აი ადამიანს როგორ აჩერებენ სპეციალურად ვიღაცის სასარგებლოდ. ახლა იტყვი თქვენ ინვესტორი ძახიან უკვე ინვესტორი გელაბარკალაიას დაიჭერ ციხეში გაუშვებ ყველაფერს გაუჩერებ ყველაფერს წაართმევ და ერთ კაცს მისცემ ყველაფერს იმიტომ რომ ვიღაცის ნათესავია და ინვესტორი ჩამოგივა აქ და საქართველოში ფულ ჩაგიდებს აი ესა უბედურება ხარ აგინდა როქნა მაგრამ ჩვენ რაც გვაქვს ჩაფიქრებული იმას გავაკეთებთ მაინც ხო ძალიან კარგი მოგრი მეგრელები რამდენი ხართ რამდენი ხართ ბიჭო მეგრელები ანი რამდენი ხართ მეგრელები მილიონი ხო ხართ ელე ჩემ თავს რატო აჩაგრიებთ პატიოსანი კაცი თუ არა რატო აჩაგრიებთ მოყურე ძალიან კარგი ცენტრია აი იმდენად კარგად არის გაკეთებული აი ერთი ბატონო გელა ხო არ გადმოვიდე ქუთაისიდან ბათუმში იდეალური ცენტრია ესეც შენ ჩაიბარე დიდი სიამოვნებით ეს ქუთაისის ფილიალი გავხადოთ კარგი ესე აი წავედი ძალიან კარგი ცენტრი აი ვართ აი აბა დროებით და მადლობა. მადლობა წავედით შენ აბა დროებით წავედით ახლა მაგარი თევზი ხო გიყვართ მიზია თევზი თევზი გიყვართ წავედით ბებია შენმა უნდა ნახოს მოდი გიო ბებია მისმა უნდა ნახოს ანის ბებიამ უნდა ნახოს კარს როგორ უღებ აი ანი მოდი მადლობა ბატონო. ბებია შენის გული ხო უნდა გავახაროთ აბა რა. აბა მეორე ანის ბებიის გული უკვე გავახარეთ ხო კი ეგ ხო ბებია ჩემი მეგრელია წარმოშო თან მეგრელია აბა რა აბა გისურვებთ წარმატებას გელოდებით რესტორანში მოკრი მალე იქნება მალე ეს ცენტრი